კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილსა და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ჩატარებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე. საუბარი შეეხო ასევე კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. შევხვდით კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობას და ადგილზე გავიცანეთ 20-25 წლის საირიგაციო პერიოდის მიმდინარეობას. გავიცანეთ ადგილზე არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მნიშვნელოვანია, რომ აქვე განვიხილეთ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ საირიგაციო პერიოდი, ისე რომ ფერმერებისთვის წყალის მიწოდება იყოს უფრო გაადვილებული და დივერსიფიცირებული. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ კახეთის რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი დარგი და შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის სარწყავი პრობლემები, რაც წამოყენებული იყო მერების მხრიდან, დროულად ყოფილიყო აღმოფხვრილი. საინტერესო შეხვედრა იყო, ერთმანეთს გაუცვალეთ ინფორმაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახანს სარწყავი სეზონის დაწყების წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული ლაკბეს წყალსაცავი გაიხსნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს გაზრდის როგორც მოსავლის რაოდენობას, ასევე გაუმჯობესებს მის ხარისხს. ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.